მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოკითხვას, მე თამარ კვარაცხელია ვარ. პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით სამოქალაქო კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვით რელიგიური უმცირესობებს შესაძლებლობა ეძლევა დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ოპოზიციური პარტიები თავიდანვე მოუწოდებდნენ უმრავლესობას არეჩქარა და მეტი დრო დაეთმოთ საჯარო განხილვებისთვის, თუმცა პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები დაჩქარებულად მიიღო. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ვარიანტში კონკრეტულად იყო დასახელებული, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირება შეეძლოთ სომხურ სამოციქულო ეკლესიას, რომის კათოლიკურ ეკლესიას, ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას, მუსლიმანთა თემს და იუდეველთა თემს, როგორც საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს. თუმცა კანონპროექტის შეცვლილ ვარიანტში, რომელიც მეორე და მესამე მოსმენით იქნა მიღებული, აღარ არის დაკონკრეტებული რელიგიური ჯგუფები და ნათქვამია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღება შეეძლებათ საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს, ან იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც ასეთი სტატუსით სარგებლობენ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. ვფიქრობ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ 5 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში, მას ასე აპროტესტებთ თუ არა პარლამენტის მიერ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს და აფიქსირეთ საკუთარი მოსაზრება პირდაპირ ეთერში დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2379994, როგორც იცით, ჩვენ გადაცემას აქვს გამოკითხვას ვებგვერდი გამოკითხვა.ge, რომელიც ტექნიკური პრობლემების გამო დროებით არის გათიშული. დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში 2379994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. მე ვაპროტესტებ გენათვალე. დიახ. არ მომწონს მე ეს ამბავი. ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს. ჩვენ რამდენი საუკუნეა მართლმადიდებლები ვართ. სირცხვილია ეს. ვაპროტესტებ. რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან? თქვენ თქვით, რომ ცუდ შედეგს გამოიწვევს. იცით რა? მე ვიცი საზღვარგარეთ ეგენი რებს აკეთებენ. ჯერ კიდევ შოთა რუსთაველზე იდახოდნენ ჩვენი არითო, ჩვენი ის არითო, სომეხიაო და წარმოიდგინეთ ეგენი რებს არ გააკეთებენ. ასი გახიან რომ ეს ეკლესიები ჩვენები ესე იგი ჩვენი არითო საერთოდ ყველაფერი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. აკუთვნებენ შვილო და ეს რა საგავს ესა? გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2379994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. აპროტესტებთ თუ არა პარლამენტის მიერ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს, მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა, გენათვალე. გისმენთ. რას ვიტყვი, იცით? დიახ. აღდგეთ საქართველო. აღდგეთ საქართველო. აღდგეთ საქართველო. გასაგებია, საინტერესოა, რას ფიქრობ, შემდეგი მაყურებელი გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ჩვენ მოსახლეობა ვითხოვთ, რომ საქართველოში, რადგან 80% ვართ მართლმადიდებლები, ეს რელიგია გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად. რამე თუ თვითონ რელიგია ქადაგებს, რომ ადამიანებს შორის იყოს ურთიერთსიყვარული, პატივისცემა, შეგნება. ანუ ცუც არაფერს არ გვასწავლის და რატო აქვს პრეტენზია საერთოდ მართლმადიდებლობაზე საქართველოში ძალიან გვიგვეს. ჩვენ ვითხოვთ მოსახლეობა, რომ ეს იყოს ასე, სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს. მაქვს ძალიან თხოვნა საქართველოში მყოფი იურისტების და სამართალდამცავების მიერ. მოძებნონ საქართველოში საერთაშორისო სამართლის ცოდნე სპეციალისტები და აი ორგანული კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ მოქალაქეთა, ხო? აი იქ სადაც არ არის მითითებული საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობა, ეს მოითხოვონ და დააყენონ ეს საკითხი პარლამენტში. მაშინ ყველაფერი დარეგულირდება საქართველოში, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები ჩვენ არ ხელმძღვანელობ და იმიტომა უსამართლობა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა, გენათვალე. სომხების მანერაა ეს ყველაფერი და საქართველოს მათი გონიათ. დიახ. ეხლა ეს კაცი სომეხია და დიახ. რომ უნდათ რომ ყველაფერი გაიპრონ. სომხებს დისერტაცია აქვს დაცული, რომ ბახიც სომეხია, ბეთჰოვენიც სომეხია. მთელი საქართველოს აშოტ რუსტუმიანი იყო თურმე. ანუ თქვენ თვლით, რომ სომხეთის სურვილის გათვალისწინებით იქნა მიღებული ეს კანონი? ყველაფერი მიდის იქისკენ, რომ სომხეთ საქართველოს ომი იყოს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2379994 ჩვენი ტელეფონის ნომერი, მაყურებელია ხაზზე გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. რა თქმა უნდა, შვილო აპროტესტებს. დიახ. ყოველად მიუღებელია მართლმადიდებლური სახელმწიფოს.
არ შეიძლება ასეთ რამების კეთება, რასაც სომხები გვიკეთებენ. აფხაზეთში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ. აქაც ხარს არ გვიჭერენ გაეროში. ყველაფერი ესენი ხო უნდა გაითვალისწინოს ხალხმა და ანუ თქვენც ასე ფიქრობთ, რომ სომხეთის სურვილზეა დამოკიდებული და სომხეთის სურვილის გათვალისწინებით მოხდა ამ კანონის მიღება? რა თქმა უნდა. თვითონ სომეხია სააგაშვილი და აბა ვის მხარეზე იქნება კაცი. 2379994 ჩვენი ტელეფონის ნომერი საინტერესოა რას ფიქრობთ. შემდეგი მაყურებელი გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? გამარჯობა. გამარჯობათ გენაცვალეთ. დიახ. ეხლა საქმე რაშია ქალბატონო? აქ მე მგონი ისეთი დიდი პროტესტი წამოვა საზოგადოებიდან. ჩვენ მე მგონი მიჩეულები ვართ უკვე რომ თავსლავს გვასხავენ და ასე შემდეგ. ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ საერთოდ. ეს ჩვენ თავიდან გვაფიქრა, ეროვნება რო არ დაგვიწერეს, სარწმუნოება რო არ დაგვიწერეს. საერთოდ რო არც მამის სახელი გვიწერია ხალხო, ამდენი ხანი რო ზიხართ სახში და იქიდან რო ადვილად გამოვთხოვთ პროტესტებს, ეხლა მე ცხოვრეკავ, მე თვითლები ფაქტიურად ხო? დიახ. ხალხი არა ხართ კაცო, რაღაცა უნდა გავაკეთოთ, ასე ხო არ არის, არა, ხან სანამ სახლებში არ მოგვაკითხავენ, მანამდე უნდა გამოვთქვათ პროტესტი მარტო. რა უნდა მოვიმოქმედოთ, პატრიარქს რაღაცნაირად ამ ხარდაჭერა გამოუცხადოთ, ამ რაღაცა. თქვენ ხუმრავთ ამ საკითხს კაცო, ამის იქეთ როგორ ფიქრობთ, რამე წერტილი არსებობს, რას ქვია ეს წინააღმდეგი ვარ თუ არა, ამის საკითხავია საერთოდ. დიახ. მადლობა ზარისთვის შეგახსენებთ რომ ჩვენი ვებგვერდი გამოკითხვა წერტილი-გე ამ დროისთვის ტექნიკური პრობლემების გამო არის შეჩერებული 2379994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი დარეკეთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვით თქვენი მოსაზრება ჩვენს დღევანდელ საკითხთან დაკავშირებით აპროტესტებთ თუ არა პარლამენტის მიერ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს მაყურებელია ხაზზე გისმენთ გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა ალო დიახ გამარჯობა გენაცვალე. გამარჯობა. იცით რა მეკვირს გენაცვალე. პარლამენტში სუძინავთ. ეხლა გამოიღვიძეს და მეტი გასარჩევი საქმე არაფერი არ აქვს. პატრიარქი არაფერი არ არის, ჩვენი სულიერი მამა იმას არაფერს არ ეკითხებიან. ეს როგორ შეიძლება ეხლა სომხებზე დადგა საქმე აზერბაიჯანზე იმაზე აი როგორ შეიძლება ეს საით მიდის ეს ქვეყანა ვერ წარმომიდგენია გენაცვალე დიახ ანუ თქვენ თვლით რომ სხვა ერების ინტერესებს იცავს ამ შემთხვევაში მე ასე მგონია გენაცვალე როგორ შეიძლება ჯერ ჩვენი ინტერესები დაიცვას ყველა მოქალაქის და მე მიადგენ სხვას კაცო აი როგორ ფიქრობთ რა მოტივით ხდება ასე არაფერი არ არის დიახ რა არის ამის მიზეზი რას ფიქრობთ აი მიზეზი რა უნდა ვიფიქრო ყველაფერს თავის მიზეზი აქვს ჩემი გოგო მაგრამ მე ვერ გავიგე რა მიზეზებს პოულობენ აი ვერ გავიგე გასაგებია მადლობა ზარისთვის 2379994 ჩვენი ტელეფონის ნომერი მაყურებელია ხაზა გისმენთ გამარჯობა გამარჯობა რა თქმა უნდა ვაპროტესტებ მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ ქვათაღაღადი დაწერა და მე ვურჩევ ყველას კიდევ ერთხელ გადაიკითხო ქვათაღაღადი და ყველაფერს ნათლად მიხვდებიან იქ ყველაფერი გვიწერია დაგვიტოვა ილიამ და ჯობია რომ თქვენ ჩვენ ცოტა წიგნებს კარგად დავუკვირდეთ კარგად წავიკითხოთ და მე უფრო ნათლად დავინახავთ ყველაფერს გასაგებია მადლობა ზარისთვის შეგახსენებთ ჩვენ დღეს საუბრობთ პარლამენტის მიერ გუშინ სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებაზე რომლის თანახმად საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფ რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ როგორ ფიქრობთ და აპროტესტებთ თუ არა აღნიშნულ კანონს უკვე დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2379994 მაყურებელია ხაზა გისმენთ გამარჯობა ვაპროტესტებ ახდიეგ მახლა საქართველო ახდგეგ ვეღარ ვლაპარაკობ აღარ შემიძლია და აი აღარ შემიძლია რატომ აპროტესტებთ როგორ ვფიქრობთ რა უარყოფით დიახ როგორ უნდა გვაჯობოს ამ ერთმა კაცმა კაცო სააკაშინა როგორ უნდა გვაჯობოს გასაგებია მადლობა ზარისთვის საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი გამარჯობა გისმენთ გამარჯობა დიახ როგორ რას ფიქრობ ასეთ ქვეყანაში ასეთი რამე არ ხდება მარტო ჩვენთან არის პატრონი არ აყავს ყავს ამ ქვეყანას დიახ ეს მინდოდა მეკითხა და პატრონი და ხალხმა უნდა მიხედოს ამ ქვეყანას გააგდონ მაგ ვაფშე საქართველოსთან მაგის დუხი რო არ იყოს გასაგებია მადლობა ზარისთვის ხაზზე შემდეგი მაყურებელი გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ალო იცით რაშია საქმე მაგას კლავს იმისი ავტორიტეტი ჩვენი უწმინდესის
და აი იმის ჯინაზე გააკეთა მაკოვლად გარეწარმა მაგან. აი ასე მეტი სხვა სიტყვებს მე ვერაფერს ვერ უყოვლობ. აი რა უნდა თქვას ადამიანმა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებათ. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. საქართველოს პარლამენტმა გუშინ სამოქალაქო კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფ რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ. როგორ ფიქრობთ, უნდა მიეღო თუ არა საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული კანონი? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2317 994 გამოკითხვის ვებგვერდი გამოკითხვა წერტილი გე. შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო დროებით გათიშულია. დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში და მოგვახსენეთ თქვენი ვერსია და თქვენი მოსაზრება. 2317 994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. მაყურებელია ხაზზე, გისმენთ, გამარჯობა. გისმენთ. ალო? დიახ. ალო? პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. იცით რა არის? აი გამოკითხვას ახლა მე უყურებ და პატრიარქი რო არ დადგა ხალხის გვერდზე 26-ში. აი ესეთი ამბები რო იყო და გამოსვლები რო იყო, მე არ ამგონია რომ ახლა ხალხი გამოვიდეს, გაიგეთ, აი მაგ იმას მხარი დაუჭიროს, რასაც ის ქვია, გამოსვლები და ესენი რა უნდა შეროსტოუნი რაზე მიიღო პატრიარქმა, ესე გეკითხები. სოსო ჯაჭვიანი იქ შიმშილობდა, ერთხელ არ მოუნახულებია და შეროსტოუნი მიიღო იმაში, საპატრიარქოში. აი ამიტომაც უკვე ხალხს რწმენა დაეკარგა პატრიარქისა და მე არ ამგონია უკვე რომ ვინმე მხარი დაუჭიროს და ვინმე გამოვიდეს, სწორი აი ნახავთ და შეხედავთ თქვენ თვითონ ვინმე თუ გამოვიდეს წინავდე. გასაგებია, რაც შეეხება კანონის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას. გვიშვებიან, რასაც გვიკეთებენ. არა პროტესტებთ, მე როგორც ხვდები, ხომ? ბატონო? არა პროტესტებთ თქვენ ამ კანონს. პროტესტებთ, იმიტომ რომ აღარა მაქვს მე, აღარ პატრიარქის იმედი მაქვს და აღარავის იმედი არ მაქვს და არ ვაპროტესტებ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის 2317 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელია ხაზზე, გისმენთ, გამარჯობა. გისმენთ, დიახ. პირდაპირ ეთერში ხართ. ეს კალი ვინ არის, ვიღაცა შტერია პატრიარქი, რაც ერჩის ვირუსად. ძალიან გთხოვთ ერთმანეთში დისკუსიაში, შეხვალთ ერთმანეთთან და აპროტესტებთ თუ არა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ. პატრიარქის ერთი სიტყვა საჭირო. ხალხო გამოდი. დამთავრდება მაგით ყველაფერი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ. აპროტესტებთ თუ არა პარლამენტის მიერ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს, რომელიც გუშინ დამტკიცა, მეორე და მესამე მოსმენით გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. გამარჯობა. ასეთი ტიპის შეკითხვები მაპროვოცირებელი ხასიათის მატარებელია. დიახ. ეს ყველაფერი არის გამიზნული რამოდენიმე ნაბიჯის წინ, არის სახელმწიფო სტრატეგია. მიხეილ სააკაშვილმა, გიგა ბოკერიამ არიან ძალიან ჭკვიანი, ძალიან კვალიფიცირებული პოლიტიკოსები, რომლებიც რამოდენიმე ნაბიჯის წინ თვლიან. დიახ. მოსალოდნელ ყველაფერს შედეგს რას რა მოყვება და აი ამისი გამოტანა ესე ვთქვათ ფართო მასაში სადისკუსიოდ არის მხოლოდ პროვოცირებელი და აი გულის მოფხანის ვარიანტი ვიღაცა გამოვიდეს უმეცარი და აგინოს ხელისუფლებას. როგორ ფიქრობთ, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ რამდენიმე ადამიანის შორის საუბრის დროს უნდა წყდებოდა ეს და ხალხმა არ უნდა იცოდეს ამის შესახებ? არა, ყველაფერი უნდა იცოდეს, მაგრამ რამე თუ ჩვენ ცხოვრობთ დღეს საქართველოში, რომელსაც ძალიან მძიმე პოლიტიკური, ეკონომიური, გეოპოლიტიკური და ასეთ შემდეგში ანუ თქვენ თვითონ მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს და ხალხმა ხშირ შემთხვევაში ამის შესახებ არაფერი უნდა იცოდეს. ხელისუფლება აქამდე რაც გადაუწყვეტია, მხოლოდ ხალხის ასიკეთოთ ყოფილა სკოლაფური. გასაგებია, მე როგორც მივხვდი, თქვენ არა პროტესტებთ აღნიშნულ საკითხს. 2317 994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, მაყურებელია ხაზზე, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. აპროტესტებთ თუ არა პარლამენტის მიერ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვთვლი, რომ ეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა გააპროტესტოს, სასისულელია ხა იმაზე ლაპარაკი, რომ
პატრიარქმა იქ ვინ მიიღო და ვინ არა. აქ არის საკითხი ქართველობაზე, ჩვენ ისტორიულ ძეგლებზე. დიახ. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები და ეხლა უკვე მოადგნენ ისტორიულ ძეგლებს და ჩვენ სარწმუნოებას. დიახ. ანუ დასაკარგი რაღა დაგვრჩა მე არ ვიცი და ესე ტელევიზორთან ჯდომა ჩვენ ამდულად არ გვიშველის. უნდა გავიდეთ გარეთ და შვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. დიახ, მე როგორც ვიცი, წინააღმდეგობის მოძრაობა და 18 საათზე, ანუ საღამოს 6 საათზე იკრიბება ქაშვეთის ეკლესიის წინ და გამოხატავენ საკუთარი პროტესტს. შეუერთდებით თუ არა მათ თქვენ? რა თქმა უნდა შეუერთდები და ყველას მოგუწოდებ, რომ გამოვიდეს გარეთ. გასაგებია, მადლობა ზალისთვის. 2317 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გენაჩვალე. დიახ. ერთი წუთი მომისმინეთ, თუ შეიძლება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველას დაანახოს, რომ ქართველია ყველაზე სუსტი. კაცობა არავის არ აქვს და რომ მხოლოდ სომხებია კარგები. სომხი იცავს თავის ტერიტორიასაც, ართმევს სხვებს ტერიტორიებს. აგერ ყველაფერი ხელში უნდა რომ ჩაიგდოს, ერთმანეთს ეხმარებიან და ქართველები ზიან სახში და ელოდებიან რომ ვიღაცა მოვა და გაუკეთებს. დიახ. ესე იგი ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეს და ვინ მიიღო პატრიარქმა ვისი რა საქმეა, ჯერ ერთი ის ადამიანია, ცნობილი პიროვნებაა, მიიღო და რა მოხდა, რატოა ცუდი? დიახ. ადამიანია, უნდა და იმასთან შეხვედრა და მივიდა და მიიღო. რატო ეთქო და როგორც ვიცი, როგორ შეიძლება ამაზე გაბრაზება, ვის უბრალოდ ამის სურვილი და არა, რა თქმა უნდა, პატრიარქმა. დიახ. რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობა აქვს იმან მოინდომა და მიიღო. იმიტომ ეს ახასიათებს, რომ ეს არის ღვთისმიერი ღმერთის ნაბოძები ჩვენთვის ადამიანი და ჩვენ იმის მაგივრად, რომ ხელის გულზე დავისვათ და იმას ჭკუა დავურჯეროთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც იმას უნდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა. მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ხაზზე, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ენა მამულის სარწმუნოება დაგვიტოვოთ იმელიო, ხო? ენა წაგვართვეს, ამ 10 წელიწადში. ისური მოვიდა პირველ კლასიდან. მამული წაგვართვეს, ვისი ხელშეწყობი ძალიან კარგად, რაც აფხაზეთში მოხდა, იგივე ხდება აჭარაში. იგი გადის და მოდიან დავანებოთ თავი ერთ დამალვას, კუკუმალობას, როგორც იტყვია, თქვა ყველაფერი პირდაპირ ძალიან გვიან იქნება ცოტა ხანში. ეხლა მამული გვარ სარწმუნოება ბოლო წერტილია. ენა წაგვარ მამული გვარ წაგვართვეს, ეხლა სარწმუნოებას გვართვენ. კი არ გამოვიღვიძოთ ქართველობა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მაყურებელია ხაზზე, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. აუცილებლად ვაპროტესტებ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი და ჩვენ ყველაფერი უნდა მოусმინოთ პატრიარქს. დიახ. და დღევანდელი მთავრობა ნამდვილად ვერ აფასებს იმ მართლმადიდებლურ ძალას, რომელიც არის საქართველოში. და დღეს აუცილებლად გავალ ქაშვეთის ეკლესიასთან. მადლობა ზარისთვის. საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, რა თქმა უნდა ვაპროტესტებ. დიახ. ამაში ორი აზრი არ არსებობს და ან საერთოდ პატრიარქი რა შუაშია, მთავარია ჩვენი სარწმუნოება უპირველესი. და ვისაც შეუძლია და ვისაც საშუალება აქვს, ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში ამის დასაცავად რასაკვირველია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ხაზზე, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ისე მე რა მინდა თქვა, ვაპროტესტებ, რა თქმა უნდა. დიახ. მაგრამ გაგახსენოთ ერთი მარტივი რამ. ბჟეზინსკიმ განაცხადა შემდეგი რამ, მას მერე რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და კომუნიზმი, ნომერ პირველი მტერი დასავლეთისათვის არის მართლმადიდებელი სარწმუნოებაო, ხო? იყო ესეთი გამოთქმა, ამაზე აჟიოტაჟი შეიქმნა, მერე ჩაწყნარდა ეს ამბავი. პატრიარქი რა თქმა უნდა არ ეთქვის ხალხს, რომ აბა გამოდით და დაირაზმეთო. ეს არის სისულელე. ერთმა ბატონმა ბრძანა პატრიარქის ნათქვამს ველოდებით. არ გააკეთებს, ეს არ მოხდება არასდროს, მაგრამ ჩვენ თვითონ ხო უნდა მიხვდეთ რას გვიშვებიან. ახლა აბოთბილელში რომ წერდა საბანიძე, კრინღა იყვნენ ქართველებიო, აი ზუსტად ესეთ მდგომარეობაში ვართ. ესე იგი ვიღაცა უნდა შეეწიროს, გამოდის სარწმუნოებას, რომ ისევ გამოვფრთხილოს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. აპროტესტებს თუ არა პარლამენტის მიერ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს, მაყურებელია ხაზზე, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. 2317 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, მაყურებელია ხაზზე, გისმენთ, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხართ. დასაკვირველია ვაპროტესტებთ. დიახ. და
საინტერესო ერთი რა იქ კაცი არ უნდა შევიდეთ პოლემიკაში, მაგრამ იმ კაცს რაღაცა ეტყობა თავი მიარტყა რაღაცას, ძალიან მაგრად. იმიტომ რომ თურმე ჩვენი მთავრობა ყოველდღე ზრუნავს იმისათვის, რომ ჩვენ ესე იგი ვიყოთ უბედნიერესები. აი მას რო ამბობს კაცი არ ცხენია, რა უდევს იმ თავში. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 237994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. აპროტესტებთ თუ არა პარლამენტის მიერ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს. მაყურებელია ხაზზე, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ 237994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელია ხაზზე, გისმენთ. გამარჯობა, დიახ. პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, გისმენთ. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ და რა მინდა გითხრათ. ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ. კერძოდ ეს ნუ სომხური მომენტი ალბათ ყველა მიცით რა ხდება და რო გადავხედოთ თავრობას, ნახევარი არის სომხები, გადაკეთებული გვარებით. დარჩათ ბოლო ბასტიონი, ეს არის სარწმუნოება. ხაჭნიან, ყმუიან, ვერ ისვენებენ. და სახას კარგია, რომ ეს ყველაფერი მომწიფდება. და გამოფხიზდება არ თუ გვიან აი ჩვენი დაძინებული ერი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მაყურებელია ხაზზე, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ალო, გამარჯობა სულო. მეფესიშველია. აი უკვე აღარაფერი სიტყვა არ მყოფნის. ამ კაცმა თავისი თავი გამოაჩინა უკვე. აი ამის გამო სირცხვილი მაგას ეთქვა მაინც რომ რა შვებით რას აკეთებთ. დიახ. გაგონილა ასეთი რამე? გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. მარტო ეს კი არ არის გასაპროტესტებელი. დიახ. რას ახლა რასაც გვიშვებიან. საერთოდ რაც მიიღო კონსტიტუცია ყუბლაშვილებმა, საერთოდ ყუბლაშვილების არსებობა არის გასაპროტესტებელი, რო პირში გთხრიან და თვალებს გთხრიან. რურუები ეს და გვარები არ მინდა ჩამოვთვალო. როდიდან, საიდან აფხაზეთის ომიდან დაწყებული, ვითომ აფხაზებმა დაგვიწყეს შემოგვეჭრნენ, ჩვენ დავიქციეთ თავი და ჩვენ დავაქციეთ საქართველოს, ჩვენ თვითონ. გასაგებია. ახლა აფხაზეთი იმას სასომხეთს რავა მივართმევთ და აიღებენ რატომაც არა გენაცვალე 90 მილიონი აუგროებიათ ეგ ερμისთვის რომ ტოლვილები არ დაბრუნდნენ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი გველოდება, გისმენთ, გამარჯობა. ეთერში ვარ? დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. შეიძლება დავიწყო? გისმენთ. ეს ნუ რასაკურველია ვაპროტესტებ. დიახ. მაგრამ ნება მომეცით ორიოდე სიტყვა კიდე ჩემი სათქმელი თქვა, უბრალოდ ჩემი სათქმარი. დავიწყებ იქიდან რომ რასაკურველია მართლმადიდებლური რელიგია, ჩემი რელიგია, ჩემი კულტურის საფუძველთა საფუძველია და მე მიყვარს და პატრიოტიზმი და რასაკურველია დიდ პატრიოტიზმს ჩვენს პატრიარქს. მაგრამ არ შეიძლება ესე იგი ასე თლიანად ბრმად და განუკითხავად თუ როგორ თქვა ესე არაფერი ყოველგვარი იმის გარეშე კრიტიკის გარეშე მივიყვთ ყველაფერი. მე საი იმ ქალბატონი იყო ცოტა ხნის წინ ეთერში აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩვენ საპატრიარქოს აუცილებლად ხმა უნდა ამოიღო იმ გაჭირებული ხარში შესული და მოხუცებული ხალხის იმას სადამდე უნდა გწემონ და სადამდე უნდა იყოს ასე ნეიტრალური და გაჭირებული საპატრიარქო რომლებსაც მართლა ჩვენს მამათა ჩვენს დამრიგებლად ვთვლით. აი ძალიან დიდი გულში ეს არ არის მარტო იმ ქალბატონის ეს გულის ტკივილი უკვე გროვდება ხალხში. გასაგებია. ძალიან გინდა რომ მივიდეს საპატრიარქოს ყურამდე. ნუ აცემინებენ ჩვენ თავს. საპატრიარქოს არავინ არ უცემინებია უკაცრავად არა ნუ აცემინებენ ცუდად კი არის საპატრიარქო რასაკურველია ცუდად გასაგებია მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისგან თავს იკავებს და ეს სრულიად გასაგებია პოლიტიკური არ არის როდესაც მადლობა ზარისთვის 237994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი გამარჯობა გისმენთ გამარჯობა გენაცვალე მე მთელი ემიგრანტების სახელით შემიძლია გითხრათ ჩვენ სოციალ ჩვენი მართლმადიდებლობით ჩვენი პატრიარქი ჩვენი საქართველოს ეს არის ჩვენი
არ ვიცი როგორ გითხრათ ჩვენი სულიერი საზრდოობა პროტესტებს კი არა ჭკვიდანა ვარ შეშილები როგორ შეიძლება რომ ეს ფერები ხდებოდეს მე აი კიდევ არ მეგონა ვისმე ღმერთო მართლა აღდეთ საქართველო რომ ჩვენი ესეთი ჩვენი სარწმუნება არ დაგვეკარგო ღმერთო აცოცხლე პატრიარქი და გაგაბრალოთ და ჩვენ დროზე დავუბრუნდეთ ჩვენ მადლობა ზარისთვის შემდეგი მაყურებელია ხაზზე გისმენთ გამარჯობა პირდაპირ ეთერში ხართ პირდაპირ ეთერში ვარ დიახ გისმენთ იზრა სომეხი ვარ და ვერ გავიგე რაზე აბრალებს ყველაფერს სომხებს ვერ გავიგე დიახ სომხები ხო არ არიან პარლამენტში არიან ზოგიერთი სომეხი ზოგი ისა და როგორც ამბობენ თავრობაშიც არიანო ყველა 150 კაცი ხო არ არის სომეხი დიახ ხო და ყველაფერს რაც რო კანონი მიიღეს სომხებმა რომ გააკეთესო კონსერვა ფული მისეს ან გამოდის რომ ქართველებით მაპატიე გამყიდველები ხართ რომ ფული აიღეს და რაღაცა ის კანონი მიიღეს სომხებისისა გასაგებია მადლობა ზარისთვის. გთხოვთ ერთმანეთთან დისკუსიაში ნუ შეხვალ და ეთიკის პარაგრაფში გამოხატოთ თქვენი მოსაზრება 237-994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელია ხაზზე გისმენთ გამარჯობა. გამარჯობათ. რაშია საქმე იცით რომ ვინც ეხა რევოლუციამდე იცის რაც მოხდა. დიახ. ჯერ სომხეთისამდე მოვიდა და როგორ ბრძოლობდნენ მაგენმა უნდა დაეწყოთ ან ყარაბაღით ან მესხეთით. დაიწყეს ყარაბაღით, იმიტომ რომ უნდა წამოსულიყნენ მესხეთით სხვა უნდათ. ეს რაც აქ ჩადებული ძალიან კარგად დიარაღსაც რომ მალავდნენ ყველაფერს. მეგრე აი ეს ზაკური, სომხური რეგიონალური ეკლესიები რო გახდა. დიახ. როცა დაარსდა. იქ შეიტანეს რომ არ წავიდოდნენ ჯარში, მაგენ ხო იცოდნენ იქნე ისე შეძრომა იციან მეფის იმაში. ხო და მაქედან არ მიყავდათ ისა 25 წელი და 20 წელი. ამიტომ ნახევარი საქართველო ვინც სუსტები იყვნენ და ის გრიგორიანულად მოინათლენ, ეხლაც კი არ ეციან სომხები არიან თუ ქართული და უფასოდ ასწავლიდნენ. ესე იგი მაგენ ისეთი ზაკრული გეგმით მოდიან. საშიში არის, მართლა საშიში არის. ჯობია ძმები იყვნენ და ალალები და გვერდზე თავისი ადგილი აქვს. და რაც შეეხება კანონს, აპროტესტებთ მის მიღებას? აი ეხლა ეცით რა გამოშთა? აი ხაზი გაესვა. ხო აი ეს დამჯელი რაზმები და ის ხო ცალკეა და თავრობა ცალკეა და ხალხი ცალკეა უკვე თვითონ გაყვეს. ეხლა უკვე რელიგიიდანაც კი მოწყდნენ. ესენი არიან სვეტილა გააკეთეს ბიჭებმა და გოგოებმა წითელი პოდიუმებზე დადიან. ჩვენ ვართ ეს აი ჩვენი მოსპობა უნდა საერთოდ. გასაგებია მადლობა ზარისთვის. აპროტესტებთ თუ არა პარლამენტის მიერ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს. შეგახსენებთ რომ ჩვენი ვებგვერდი გამოკითხვა წერტილი გე ტექნიკური ხარვეზების გამო დროებით არის გათიშული. გამოკითხვა რამდენიმე წუთში ზაზა გაბუნიასთან ერთად დაგიბრუნდებათ. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წევრ ზაზა გაბუნიასთან ერთად გიბრუნდებათ. ზაზა გამარჯობა, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით თამარ, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ზაზა, ჩვენი დღევანდელი კითხვა ეხება სწორედ რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხს და ამ საკითხმა საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, განსხვავებული აზრები მოვისმინეთ. თქვენ ხართ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც კენჭისყრას საერთოდ არ დაესწრო პარლამენტში. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ რო გახდეს ნათელი თუ შეგიძლია გითხრა ამ კანონის მიღებით რა იცვლება და კნინდება თუ არა მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მრავალრიცხოვან მსმენელს, რომელიც ძალიან აქტიურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას. სანამ ძირითად შეკითხვას უპასუხებდი თამარ, მანამდე მე არ შემიძლია კომენტარის გარეშე დავტო უმრავლესობის წევრ ბატონ ნუგზარ ციკლაურის სრულიად არაკორექტული განცხადება მიმართული საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის მეუფე ზენონის მღვდელმთავრის მიმართ, რომელმაც ნუგზარ ციკლაურმა იგი მოიხსენია როგორც გაუთვითცნობიერებელი და უპასუხისმგებლო ადამიანი. ეს არის ერთგვარი ილუსტრაცია, ერთგვარი კლასიკური მაგალითი ხელისუფლების ეკლესიისადმი დამოკიდებულებისა, კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოიხსენიებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წევრი, პარლამენტის წევრი, წმინდა სინოდის წევრს მღვდელმთავარს. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც გადის უპატივცემულობაზე, რომლის პრელუდია იყო გუშინდელი დღე, მიღებული გადაწყვეტილები და მანამდე აბსოლუტური იგნორირებით საქართველოს ეკლესიის, როგორც ძირითადი რელიგიური გაერთიანების, ძირითადი ეკლესიის პოზიციისა,
გულისხმობ იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის პოზიცია იქნა უკუგდებული, არა მხოლოდ იმ ნაწილში, რომ საქართველოს ეკლესია მოითხოვა აღნიშნული საკითხის განხილვა, არამედ იმ ნაწილშიც, როდესაც საქართველოს ეკლესია სთავაზობდა, მათ შორის სომხურ მხარეს და ამასთან ერთად ბუნებრივია ყველა მხარეს დაინტერესებულ ჯგუფს, რომ მომხდარი იყო საქართველოს ეკლესიის პოზიციის გაზიარება მაგალითად იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა იგივე სტატუსით საქართველოს ეკლესიის სარგებლობას მაგალითად სომხეთის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ თითოეული ეს მოსაზრება, მათ შორის პოზიცია განხილვასთან დაკავშირებით, ალტერნატიული წინადადება საქართველოს ეკლესიისა იქნა იგნორირებული, სხვა ამას არაფერი არ ქვია, რითაც დადასტურდა უპატივცემულობა ეკლესიის მიმართ და ეს უპატივცემულობა სამწუხაროდ დღეს პოლიტიკური განცხადებების დონეზე უმრავლესობის მხრიდან პირდაპირ გრძელდება საქართველოს ეკლესიის მიმართ. თქვენ რომ ეს ამ კანონის მიღება სომხური მხარის სურვილის გათვალისწინებით მოხდა? მე ვთვლი რომ ამ კანონის მიღება, მსჯელობა მოხდა ერთის მხრივ აბსოლუტურად პარადოქსალურ გარემოში, გულისხმობ იმას, რომ მოხდა კულუარულად და მაშინ მონაწილეობა არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და იგი ამაზე საუბრობს და ეს არის პრობლემა ჩემი აზრით. რაც შეეხება თავად კანონს და თქვენ ამაზე ისაუბრეთ კითხვაში, მე გუშინ ამ უკვე კანონად ქცეულ კანონ პროექტს უწოდე პარადოქსული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ბუნდოვანი და ახსნი რატომ უპირველესად აუცილებლად უნდა გაისვას ხაზი იმ გარემოებას, რომ აბსოლუტურად ბუნდოვანია ის ნაწილი კანონში, სადაც ლაპარაკი არის საქართველოს ისტორიასთან მჭიდრო კავშირში მყოფ დენომინაციებთან. მაგალითად, ჩემთვის პიროვნულად აბსოლუტურად გასაგებია, რას ნიშნავს ეს ტერმინი, მაშინ როდესაც ლაპარაკობთ 26 საუკუნოვან იუდაურ თემზე, როდესაც საუბარი გვაქვს მაგალითად 13 საუკუნოვან ისლამურ თემზე, ან 14 საუკუნოვან სომხურ ეკლესიაზე. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამოა ჩემი აზრით ეს დეფინიცია, მაშინ როდესაც ლაპარაკი ეხება, საუბარი ეხება ბაპტისტურ ეკლესიას, რომელიც ნელ-ნელა ვრცელდება მე-19 საუკუნიდან და გავრცელება სპოებს მე-20 საუკუნეში დაახლოებით, ანუ მას აქვს ლენობაში ერთ საუკუნოვანი ისტორია. რა პროპორცია ჩემს გაუგებარია, მაგრამ თუ კი ეს არის ისტორიული კავშირი ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, მაშინ რა დააშავა სხვა დენომინაციებმა? მაშინ რატომ არ აქვს იგივე, ასე ვთქვათ, გამოცდილების მქონე, მოღვაწეობის გამოცდილების მქონე, ვთქვათ, ლუთერანულ ეკლესიას, ხო? რატომ არ შეიძლება ქონდეს იგივე პრეფერენცია? ასე რომ ყველა ეს ნიუანსი ადასტურებს იმას და ნათლად მიანიშნებს იმისკენ, რომ ერთის მხრივ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონკრეტული რელიგიური ჯგუფების ზეპირი უბრალოდ ლობირების ხარჯზე, ანუ სიმპათიები არსებობდა მათ მიმართ და მხოლოდ ამიტომ და მეორე მხრივ არ იქნა გათვალისწინებული არავითარი რაციონალური წანამძღვარი. რას გულისხმობ ამაში? პარადოქსული ვახსენე. პარადოქსულია იმდენად, რამდენადაც აღნიშნული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არც მეტი და არც ნაკლები, საჯარო რეესტრი და მისი დირექტორი ხდებიან ის უფლებამოსილი პირები, რომელნიც განსაზღვრავენ აქვს თუ არა ამა თუ ეკლესიას რაიმე სახის მჭიდრო კავშირი საქართველოსთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან და ისტორიასთან. ეს არის პარადოქსი, აბსოლუტური ნონსენსი. მეორე თემა, იქ ჩვენ ვკითხულობთ, რომ ჩვენ ძალიან მძიმე ტვირთა დაიღო ჩვენმა სახელმწიფომ საკუთარ მხრებზე, რომ რელიგიად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიაროს ისეთი ტიპის რელიგიური გაერთიანება დენომინაცია, რომელიც მაგალითად ასეთად აღიარებული არის ევროსაბჭოს ქვეყნებში. ეს არის სრული გაურკვევება და ბუნდოვანება პარადოქსულობასთან ერთად, რამდენადაც თვითონ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებშიც კი, მაგალითად, ერთ-ერთი რელიგია თუ არის აღიარებული, უფლებამოსილებით აღჭურვილი და ასე შემდეგ, მაგალითად, იგივე რელიგია შეიძლება აღიარებული არ იყოს ევროსაბჭოს სხვა ქვეყანაში. ასე რომ ეს ძალიან ლოგიკურად ბევრ შეკითხვას ბადებს, რატომ ავიღეთ საკუთარ თავზე ასეთი უცნაური ეკლექტიზმი რელიგიურ გაერთიანებთან მიმართებაში წარმოუდგენელია და რატომ დაიდო ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი ტვირთი მხრებზე, მით უფრო მაშინ როდესაც აბსოლუტურად იგნორირებულია ეკლესიასთან ერთად ჩვენი საზოგადოების აზრი და პოზიციაც. ეხლა რა შეიძლება რატომ მიიღო ხელისუფლება ეს კანონის ბოლოს და ბოლოს რა არის თქვენი ვერსია, თქვენი პარტიის? მით უმეტეს ესე სწრაფად და მით უმეტეს მაშინ როდესაც საპატრიარქო ესე აქტიურად გამოხატავს პროტესტს ამ კანონის მიმართ. აბსოლუტურად ნათელია თამარ ამას პასუხი. ანტიკლერიკალური, ანტიეკლესიური და ზოგადად ეკლესიის საწინააღმდეგო პოზიცია არ ახალია არსებული ხელისუფლების პირობებში. ის იკრებდა ძალას გარკვეული დროის განმავლობაში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნული მუხლი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ 2005 წელსაც იყო ფიქსირებული კანონში, მაგრამ არ რეგისტრირდებოდა რელიგიური გაერთიანებები. აბა არავინ არ დასვა შეკითხვა, რატომ არ სურდათ მათ დარეგისტრირება. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ არ არსებობდა მაშინ და არც დღეს არ არსებობს კანონი რელიგიური გაერთიანებების შესახებ. კანონი რელიგიის შესახებ. შესაბამისად, მე ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის პირველი ეტაპი, რომელსაც მეორე ეტაპის სახით მოყვება ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უნდა
მივიღოთ, რომელიც მიხედვითაც პარლამენტი იქნება იძულებული, ასე ვთქვათ, მიიღოს კანონი რელიგიის შესახებ, სადაც იქნება განსაზღვრული კონკრეტული რელიგიური სუბიექტების უფლებამოსილებები ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რატომ არ ვინ უნდა განსაზღვროს ეს? არა, ეს უკვე მსჯელობის და კონსენსუსის საგანია, ცხადია და მე იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილში მაინც იქნება, ვთქვათ, ნება ხელისუფლების მხრიდან იმისა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიოს ყველა მხარე, ეს განსასაზღვრია და ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა მე ვამბობ იმ ფაქტს, რაც აუცილებლად დადგება, რომ კანონი რელიგიის შესახებ გახდება აუცილებელი. ამის გარეშე ვინმეს რაიმე დარეგისტრება ყოველგვარ აზრს კარგავს, რადგან დარეგისტრებულს არ აქვს კონკრეტულად ფიქსირებული, რეგლამენტირებული საკუთარი უფლებები, ხომ ასეა? მათ არ იციან, რა შექმნას მხოლოდ საჯარო რეესტრის პირად რა მოაქვს სიკეთე. არაფერი არ მოაქვს, რეალურად რა ვთქვათ, რეალურად ეს არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის გამიზნული ნაბიჯი იმისაკენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს რელიგიის შესახებ კანონი, რომლითაც ნიველირდება, რომლითაც გაუფასურდება, რომლითაც ერთ სიტყვაზე დადგება მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესია და იურიდიული დენომინაცია. ეს არის ფაქტი, ეს არის იურიდიული კონკრეტული ფაქტი და არ არის ეს რაღაცა ბელეტრისტიკა და პროზაული რაღაცა სურვილები ვინმესი, ეს ასეა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში სადაც მიღებული იქნება მსგავსი ინიციატივა და კანონი, მას შემდეგ მოყვა აუცილებლად კანონი რელიგიის შესახებ. რაც შეეხება იმას, რატომ გადაწყვიტა ასე ხელისუფლებამ, გადაწყვიტა და დასაწყისშივე ვთქვი ეს ჩემს ჩართვაში, რომ გადაწყვიტა იმიტომ, რატომაც გააკეთა ასეთი ძალიან მწვავე და არაკორექტული განცხადება ნუგზარ ციკლაურმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრის მიმართ. ანუ ეს არის უპატივცემულობა და შეუუღებლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როგორც ავტორიტეტულ, როგორც ძლიერ, როგორც ნდობით მოსარგებელ ინსტიტუტთან, რომელსაც აქვს უზარმაზარი კეთილი და სასარგებლო გავლენა ჩვენ საზოგადოებაში. და ზაზა, როგორ ფიქრობ, რისთან სანაცვლოდ იღებს საქართველოს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილში იქნა გამოთქმული მოსაზრება, რომ საქართველოს აპირებს და ამ შემთხვევაში ხელისუფლება აპირებს ამერიკის მხარდაჭერა მიიღოს სომხების დახმარებით, იმიტომ რომ სომხები ძალიან საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენენ ამერიკაშიო. ესეთი მოსაზრებაც იყო. ვერ გეტყვით, ეს მე ვფიქრობ მაინც მოსაზრება, მე შექმნილია ესეთი აზრის მიუხედავად, რომელიც ისმის მე კატეგორიულად მინდა გავემიჯნო ყოველგვარ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას, მაგალითად ჩვენი მოქალაქე სომხების მიმართ მე არ მესმის რა შუაში აქვს, თქვათ, სომხები, რიგითი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა, დიახ, მათ თუ კი სურთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი რელიგიური სურვილები, მათ ამის საშუალება უნდა ქონდეთ. ეს აუცილებელი, ამაზე დავა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ პრობლემას მე სხვა რამეში ვხედავ. ამის ხარჯზე არ უნდა მოხდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც გრანდიოზული როლის მქონე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დღევანდელობაში მქონე ინსტიტუტის დაკნინება. და ეს ნაბიჯი არის დაკნინებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან კონკორდატიც კი როგორც უმაღლესი დონის იურიდიული დოკუმენტი, რომელიც არეგულირებდა ორ სუბიექტ შორის ურთიერთობას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ამით ნიველირდა, გაუფასურდა. კონკორდატს ძალა დაეკარგა, ასე ვთქვათ, სწორედ ამიტომაც დღეს ლევან მეფხოზიმ გააკეთა განცხადება და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სექტემბრიდან, რომ ჩვენ მივიწყებთ ხელმოწერებს ოფიციალური რელიგიის გამოცხადების შესახებ და ხაზგასმით მინდა ვთქვა ყველას გასაგონად, რომ ლაპარაკი არ არის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე. სახელმწიფო რელიგია ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ერევა ეკლესიის საქმიანობაში ნიშნავს უძულებს და მათ უნიშნავს ხელფას. არა, ლაპარაკი არის ოფიციალურ რელიგიაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება დეფინიცია, აი ასე ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ აღიარება სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციის დონეზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის საჭიროება, ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა მით უფრო მაშინ, როდესაც დღეს საქართველოს ეკლესიის როლი ხელისუფლება მუსინდისო და მიზანმიმართულად დააკრინა ამ კანონის მიღებით. გასაგებია, ზაზა, მადლობა სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ გამოკითხვის სტუმარი იყო ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ზაზა გაბუნია. რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, სულ მოხერხდა 24 სატელეფონო ზარის მიღება, აქედან 22 მაყურებელი აპროტესტებს პარლამენტის მიერ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს. 2 მაყურებელი კი არ აპროტესტებს. შეგახსენებთ, რომ დღეს გამოკითხვის ვებგვერდი ტექნიკური პრობლემების გამო გათიშული იყო. მადლობა აქტიურობისთვის. გამოკითხვა ხვალამდე გემშვიდობებათ. ნახვამდის.